გზაგანყოფების საფეხმავლო გადასასვლელები, ბორდიურები და ადგილები პარკინგისათვის ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში უკვე რამდენიმე კვირაა ეწყობა. ვიდრე სამშენებლო სამუშაოები დასრულდება, წარმოქმნილი საცობების დროს მძღოლების მოძრაობის დარეგულირებაში საპატრულო პოლიცია ეხმარება. გამოიღებს თუ არა შედეგს მერიის მიერ დაწყებული პროექტი. მძღოლები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ქუჩების დავიწროების მიუხედავად დადებითად აფასებენ. თუმცა აცხადებენ, რომ მხოლოდ ტროტუარების მოწყობა გარემოს ვერ გააუმჯობესებს და აუცილებელია შუქნიშნების დამონტაჟება. გაითვალისწინებენ თუ არა მძღოლების აზრს სამუშაოების დაწყებამდე, რამდენად უსაფრთხო იქნება დავიწროებული სავალი ნაწილი და რამდენად გაიზრდება ქუჩის გამტარიანობის ხარისხი ზაფხულის სეზონზე. მერიის პოზიციას დღის მთავარ გამოშვებაში შემოგთავაზებთ. შუქნიშნებს თუ დააყენებენ, კარგი იქნება, რა თქმა უნდა და თუ ასე არ იქნება, ეს ძალიან ცუდია, რასაც ქვია. მთელი 15 წუთი აგერდგე ვერ ვოცივ. შუქნიშნები თუ იქნება დამონტაჟებული, იმ შემთხვევაში შეიძლება გატვირთვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო დატვირთულია. უფრო გაუარესდა სიტუაცია, აქ უფრო მეტი საცობია ვიდრე აქამდე იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ ვიცი, ვერ გეტყვით რა, შეიძლება სამუშაოების გამო თვითონ ის პერსონალის ქუჩაში ყოფნის გამო გაუარესდა, მაგრამ სამომავლოდ რა იქნება, არ ვიცი, შეიძლება შუქნიშანის დაედგას და უკეთესობა ალბათ იქნება.